მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრი შოჟიაშვილი გახლავართ. დღეს ვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ხათუნა ჭყოვიძე, ფსიქიატრი და დღეს ვისაუბრებთ ზოგადად იმ ეპიდემიაზე, რაც განვითარებულ ქვეყნებში არის გავრცელებული, ეს არის დეპრესიის ეპიდემია, მომატებულია რიცხვები ყველგან აბსოლუტურად და ზოგადად ყველაზე მეტად მაშინებს ის რომ მაგ შეხება მეტნაკლებად მოზარდებთან, მაგ შეხება სტუდენტებთან, თინეიჯერებთან. მანდაც აი ახლა ემპირიულად რასაც ვუყურებ, ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე მაინც რაღაც დეპრესიას განიცდის, ან ამბობს რომ დეპრესია ჭირს. ესე არ იყო რაღაც წლების წინ, ესე არ იყო აშკარად. როგორც ვთქვი, საქართველოშიც მომატებულია ზოგადად ეს ფონი, დეპრესიული ფონი. და თითქოს რო შევადაროთ ახლა 90-იან წლების თაობა ვარ, რო შევადაროთ ახლა იმ პერიოდს უკეთესი სოციალური მდგომარეობა ნამდვილად არის. მაგრამ დამოკიდებულება მე მგონი ძალიან შეცვლილია. რაღაცა მოხდა, აი რა მოხდა, იქნება ამაზე ვისაუბროთ. მოგესალმებით, ნუკლი და მოგესალმებით თქვენს მსმენელს. დეპრესია ახლა ესეთი ცნება არის, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. ძალიან ფართოდ გავრცელებული ცნება და უნდა ლამის ყველა მეორე ადამიანი ამბობს რომ დეპრესია აქვს, მაგრამ რა არის რეალობაში ეს და რა არის მისი არსი. მართალ ვბრძანებთ რომ თანამედროვე სამყაროში დეპრესიის ასე ვთქვათ რაოდენობა, კლინიკური რაოდენობა მართლაც გაიზარდა. ყოველთვის იყო ცნობილი, ანტიკური ხანიდან არის და უფრო ძველი დროიდან ეს მდგომარეობა ცნობილი, საერთოდ ადამიანებისთვის და კაცობრიობისთვის ყველაზე პირველი აღწერა საერთოდ ჰიპოკრატემ გააკეთა ანტიკურ საბერძნეთის პერიოდში, მაგრამ ისტორიას თუ გინდათ შემდეგ შევეხოთ, ცოტა ისიც საინტერესოა ისტორია და განვითარება ამის, მაგრამ დღევანდელობა, აი სტატისტიკა არის მაჩვენებელი იმისი, რა მდგომარეობაა დღეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, ხო? საქართველოში ახლა სტატისტიკური მონაცემები ცოტა ღარიბია და შედარებით მწირია, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მყარი მონაცემები არსებობს. აი ხა 2021 წლის სტატისტიკური მონაცემები დაახლოებით მსოფლიოში 330 მილიონზე მეტი ადამიანი არის ამ დაავადების მატარებელი, ანუ დიაგნოსტირებული არის დაახლოებით აი ამდენი შემთხვევა. საინტერესო მონაცემია ამ სტატისტიკურ მონაცემებში ის, რომ ამ კვლევების მიხედვით 1990 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ეს დეპრესიული მასშტაბი დაახლოებით სტატიკური იყო. შეიმჩნეოდა ოდნავი შემცირებაც კიო, როგორც სტატისტიკურად დაახლოებით 1%, 1,3%-ის პარკლებში. ამ ეს პროცენტი დაახლოებით იმაზე არის დაყრდნობილი, ვინც იყო ექიმთან და ვინც აღრიცხულია. მაგრამ არსებობს კიდევ ვინც არ არის. ეს ცალკე პრობლემა შევეხოთ მაგასაც. ცალკე ჯერ ეს საკითხი და საინტერესო არის, რომ ჩატარდა კვლევა 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. და აი ამ პერიოდში რიცხობრიობამ დაახლოებით 11%-ით მოიმატა. ძალიან დიდი, საკმაოდ დიდი ნახტომია, ასე ვთქვათ, რომ ვთქვათ. ფაქტორებში ხო ახსნა უნდა ჰქონდეს ამ მოვლენას რაღაც. განიხილება ისეთი მოვლენებიც, როგორიც არის მაგალითად საერთოდ კაცობრიობის დაბერება და მოხუცებულობით ასაკში გაზრდა და ამ პერიოდსაც ახასიათებს დეპრესიულობა საკმაოდ სიმწვავით. მაგრამ ძალიან საინტერესო არის ამ COVID-19-თან დაკავშირებული მოვლენები. ამ პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა დეპრესიულობა ადამიანებში. აი ამ საერთო იზოლაციამ, კონტაქტების დაკარგვამ, მომავლის გაურკვევლობამ, მისი ჯანმრთელობის მომავლის გაურკვევლობამ, ამათ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საერთოდ ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. იმიტომ რომ სულ მიდის ლაპარაკი, რომ ეს COVID-ი რა იყო, საიდან იყო, როგორ შემოვიდა, ესეთი მსოფლიო მასშტაბით ასეთი კარანტინის სისტემები დაინერგა, მკაცრი და აი ყველაზე მთავარი ალბათ მე ვფიქრობ მაინც არის ის, რომ მასობრივი გავრცელება იმ ნეგატიური ინფორმაციის, რაც ყოველდღიურად ვისმენდით თუნდაც ჩვენ ტელევიზიით. ყოველი დღე საინფორმაციო გვახსოვს ალბათ იწყებოდა იმით, რომ რამდენი ადამიანი დაავადდა,
რამდენი ადამიანი გამოჯამრთელდა, რომელიც ყოველთვის ნაკლები იყო დაავადებულთან საკმაო რიცხვით და რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. და ეს იყო ინტერნეტ სივრცეში, რომ ყველა ქვეყნის მონაცემები, გლობალური მონაცემები, ამას ადამიანები ნახულობდნენ, ისმენდნენ ყოველდღიურად. სიკვდილიანობა იყო, ახლობლები გარდაეცვალათ ადამიანებს და აი ამან გამოიწვია ასეთი რადიკალური ცვლილებები რაღაც ნეგატიური ასპექტით, ხო? შეიძლება ითქვას, რომ ეხლა მარტო COVID-ს რო არ შევეხოთ, ზოგადად დეპრესიული ფონი საინფორმაციო პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებულია. თუ ჭარბად არის ეს რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია, ეს იწვევს საზოგადოებას. ეს რამე თუ ადამიანი საერთოდ განიხილება როგორც ბიოფსიქოსოციალური არსება და მას დაავადებებიც დღევანდელ ჭრილში ზოგადად ამ მიმართულებით განიხილება ყველა ეს ფაქტორი, როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური და ასევე სოციალური ფაქტორი გავლენას ახდენს ნებისმიერ დაავადებაზე და განსაკუთრებით ეს ფსიქიკურ პრობლემებზე. ძალიან ახლა რო შევადაროთ, თქვათ, იყო ასეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში, ხო, ესპანური გრიპი იყო, მძინვარებდა ალბათ, მაშინაც საკმაოდ, ხო, ესპანკა ეგრეთ წოდებული, ხო, ჭარბად იყო გამოყენებული, ახლა ფოტოები მაქვს ნანახი, რომ იქაც იყო ეს დაცვითი ნიღბები, 1000 საშუალებები, каранტინის ეს შეზღუდვები, ეს რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ამას არ ქონდა აი ამ ინფორმაციას ესეთი გავრცელების ესეთი მასშტაბური სახე. არ იყო მაშინ სოციალური ქსელები, არ იყო ტელევიზია, დეპეშა, რადიო, იმითი ასეთი მასიური მდგომარეობა ვერ შეიქმნებოდა ვერანაირად. ასე თუ ისე მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობა მე მგონი იმას მეტი ქონდა. ნამდვილად არ მახსოვს ზუსტად, რომელი უფრო ტრაგიკული შედეგებით დასრულდა. 17 მილიონამდე იყო მგონი მსხვერპლი, ხო და მაგრამ გავლენა არ მოუხდენია ნამდვილად ასეთი დიდი. მართალი ბრძანდებით იმაზეც, რომ აი 90-იანი წლები გამოვიარეთ, ხო, ჩვენ თქვათ უკიდურესი გაჭირვების წლები, ხა მე უფრო ძველი თაობა ვარ და მახსოვს ასე ვთქვათ, კარგი ცხოვრება, არანაირი გასაჭირი და არანაირი ნეგატივი გარედან მიღებული რეალურად და უცბად ეს 90-იანი წლები, ხო? თუმცა ეს 90-იანი წლებიც იყო ის, რომ მაშინაც არ იყო ეს ფართოდ ტელევიზიით ეს გაშუქება ასეთი ნეგატიური ამბების, ადამიანებს უფრო მჭიდრო სიახლოვე ჰქონდათ ერთმანეთთან, ოჯახები ერთმანეთის გადარჩენაზე იყვნენ, ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა და რაღაც ისეთი განცდა იყო, რომ ეს იყო დროებითი და ამოიწურებოდა. ყველას ჰქონდა ამის იმედი. ალბათ მაშინ ესეთი, თუმცა როგორც აი ეხლა ახალგაზრდებთან ხვდები, ის თაობა, რომელიც ძალიან პატარა იყო, მაშინ და იზრდებოდა, ისინი დაზარალდნენ ამ აი უშუქობით, გათბობის, ამ სიდუხჭირით, ყოველდღიური პრობლემებით, რაც ხედავდნენ მშობლების მაგალითზე, ხო? ეხლა ბავშვი ხო ყველაფერს ხედავს და ყველაფერს გრძნობს, ვერ დამალავ ბავშვისგან ვერაფერს. მაგრამ აი ესეთი გავრცელება არ ქონია. არ იყო ეს სოციალური ქსელები, არ იყო ესეთი აი როგორ ვთქვათ, თუნდაც ტელევიზიით ალბათ ყველანი ვამჩნევთ ამას, რომ რაღაც ერთიანი მიმართულებები, აი ნეგატივზე აწყობა და იმის თქმა, რომ ეს არის მოთხოვნა მაყურებლის მხრიდან. რაღაც იმედი იყო მაშინ, აი იმედის განცდა იყო, რომ ეს ამოიწურებოდა და რაღაც უკეთესი მოვიდოდა. და აი რაც დრო გადის, ხა ნუ ეს სოციალური ყოფა, ეს გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და მით უმეტეს ისეთ აშლილობებზე, როგორიც არის აფექტური აშლილობები, რომლის სახელიც არის დეპრესია. ხო? აი აფექტური აშლილობები მარტო ხო დიდი ფართო სპექტრია ეს, მაგრამ დეპრესიულობა და მასთან თანხმდები დაავადებები, შფოთვა, რაღაც აკვიატებები, ფობიური სინდრომები და ესენი უფრო ადვილად ვრცელდება, თითქოს სხვა ეპიდემიასავით ვრცელდება, იმიტომ მე ეს ერთმანეთსაც ასნებოვნებს ასეთი ადამიანების ერთობა, აი ოჯახშიც თუნდაც რაღაც თითქოს გადადებასავით იცის აი ამ დაავადებებმა და ამ აშლილობებმა, რომ ვთქვათ ასე, რომ ადვილად იღებს ბავშვი იმ მოდელებს, რასაც ახში ხედავს. და ხა იმ პერიოდში გაზრდილი მშობლების თაობაა ეხლანდელი ბავშვების დიდი პროცენტი, ხო, იმ პატარების. და ის თაობა მაინც დაზარალდა ძალიან. მაინც ნეგატიურად აისახა ის ეპოქა.
უფრო დიდი თაობის მე ფიქრობ, რომ უფრო შედარებით გადარჩა იმ 90-იანი წლები. შეიძლება ძალიან ემპირიულად ვამბობ და ის არანაირი კვლევები არ არის, მაგრამ არ არის სამწუხაროდ საქართველოში ხო ეს ციგნისეულე. ბაბუების თაობა, მაგალითად, რომელიც სტალინის პერიოდის იმ რეპრესიებს მოესწრო და ესეთი აი უშუალოდ მაგათ ბაბუოჩემ, რომელიც მამაც დახვრიტეს. იმის თაობა ის აი მიგივ მარიკა ლორთქიფანიძე იყო თუ სხვები იყვნენ, რომელსაც უშუალოდ რეპრესიები შეეხოთ. თითქოს მათ ოჯახებს, უშუალოდ მათ ოჯახებს შეეხოთ. თითქოს იმ თაობაში ეს მომენტი, რომ შემდგა გამოგევლინა ესე დეპრესიულობა, ან ცუდად ყოფნა, არ იყო მიღებული და ყველა საკუთარ თავს ავლენდა პოზიტიური კუთხით. მე ესე მახსოვს. ეს კულტურაში არიდო ეს დეპრესიულობის მომენტი. აი დღეს კიდე პირიქით არის, რაც უფრო დეპრესიულად წარმოაჩენ თავს, თითქოს რაღაცა უფრო პოზიტიური კონოტაცია. მოდური გახდა რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ეს არის თუ არა ეს ერთ-ერთი მიზეზი თუ ეს უბრალოდ შეიძლება იყოს ხა ვერ ვიტყვით, ხა შეიძლება ის ხა იმ წლებს თუ და იმ თაობას რო შევადაროთ, ეს მიუხედავად იმ რეპრესიული წარსულისა მათი მშობლების თაობის მიმართ, ვთქვათ ხა ვინც ცნობი, ვინც ვიცით, ბევრი წარმატებულიც გახდა იმ გარემოში, აი ეს შესაძლებლობა იყო, რომ უფრო წინ აი კიბე იყო, სოციალისტი იყო და აქ დღესდღეობით აი ეს ფაქტორები ძალიან შეზღუდულია. ეხლა მაშინ ის დიდი ქვეყანა იყო და ასვლის შესაძლებლობებიც მეტი იყო ამ ხელა ქვეყნის მასშტაბით, ხო? რომელიც აღარ არსებობს ის ქვეყანა. ეხლა საქართველოსთვის აქ ძალიან შეიქმნა ჯერ განათლების დონესაც სხვა საკითხებს გადავწყვდით, ხო? წინ წასვლის და პერსპექტივის ცოტა დაიბნა თაობა რა არის პერსპექტივა და რა არის წარმატება. ხო მარტო ცნობადობაა, აი ტელევიზორში თუ ხარ და ეს არის წარმატება. აი რაღაც შეიცვალა კრიტერიუმებიც ამისი და რაღაც დაკარგა გარკვეულწილად იმის საშუალება საკუთარი მომავალი თვითონ ხო აი კარგი სპეციალისტი იყო ნებისმიერ დარგში, ვთქვათ, ნაკლებად პოპულარულია ვიდრე ის რომ იყო სელებრიტი. ხო, ასე ვთქვათ, სელებრიტი და ჩამდე ეკრანზე დიდი დოზებით, ოღონდ რა მიზნით და რა მიმართულებით არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ხა ვიცით ეს ფაქტორები ხო რატო ხდებიან ადამიანები ძალიან ხშირ შემთხვევაში პოპულარული, სრულად გაუგებარი, ზოგჯერ ამორალური, ზოგჯერ ცხოვრების კონსტრუირების რესურსები წაგვერთვა, ეგრეთ ვთქვა. ხა წაგვერთვა შეიცვალა, ალბათ პარადიგმები შეიცვალა, ეს მიდგომები შეიცვალა. ხო, იქ თუ იმ პერიოდში აი განათლებაზე, სიღრმისეულ ცოდნაზე, განვითარებაზე მეტი აქცენტი იყო. ხო, ნუ ახლა ჩვენ ვიცოდეთ, ახლა ბავშვობაში ვსწავლობდი და სწავლა იყო და სწავლა არის კარგი ესეთი წინაპირობა შემდგომი კარგი ცხოვრების და ესეთი გარანტირებული და სტაბილური ცხოვრების. სწავლა იყო ამის წინაპირობა. ეხლა რას ხედავთ? აღზრდის მომენტები შეიცვალა. ხო, აი ხა რას ხედავთ, რომ მე ამას წინათაც სადღაც დავწერე, რომ მე მგონი ერთადერთი ქვეყანა ვართ, მე არ ვიცი მსგავსი ანალოგი, სადაც ფულს მშობლები იხდიან არ სწავლაში. სკოლების არა მარტო სკოლებში, არამედ უმაღლესებში. ეს ფასიანი. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი 1000 აბარებს და რამდენი 1000 ამთავრებს. და რეალურად არაფერი არ იცის. ჯერ ხო სათხვდება მისაღები გამოცდის შემდეგ ხო სრულიად ჩამოწერენ ათ თქვათ პროფესიას და სრულიად დაუკავშირებას, ანუ არც ერთი ინტერესი არ აქვს. ხო ეს ერთი მომენტია, მაგრამ მეორე მომენტი არის უფრო ის, რომ თუ აკვირდებით აი ეს არ ვიცი, შეიძლება საქართველოს აღზრდის სისტემის ბრალია ან საერთაშორისო ეგრეა. თითქოს ეს შვილები თავისნებით აერჩევენ რაღაც გზას. უკვე არჩეული აქვს მშობლის ფსევდო პრესტიჟულობის განცდა. კი ბატონო, მშობელი იხდის იმ ფულს, ხო? ის ხო ვერ იხდის და მშობელი იხდის ამ არ სწავლაში ფულს და მე არც რეალურად აფასებს იმას, რა ბაზისი აქვს, თქვათ, განათლების შვილს. ხო, აი რა შეიძლება. მე ამთავრებს, აი ეს მე მიდის ფრუსტრირება, ათასნაირი ის რომ ვერ საქმდება, დაამთავრა, ვითომ რაღაც სპეციალობა აქვს, ვითომ დიპლომი აქვს. მაგრამ რეალურად თვითრეალიზების საშუალება არ აქვს.
ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ხო? და სამწუხაროდ არც ცოდნის დონე აქვს შესაბამისი, რომ სადმე დაწინაურდეს და არ წარმატებას მიაღწიოს. და ხდება ესე ფრუსტრირებული. მე მოდის ის რომ იქ უცხოეთში მარტო მატერიალური მიზეზები აქვს, რომ ვერ რეალიზდება მარტო ეს არის. არა, მატერიალური. არა, დეპრესიის წყაროთ ხა ერთ-ერთ ფაქტორს განვიხილავ ის რომ მოიტანა ამ განსჯამ თორე. ხო, დეპრესიის წყარო ძალიან ბევრია. ხა განსაკუთრებით იგივე თაობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და საერთოდ ეცნობილი იყო დეპრესიის განვითარებაში დედასთან დეპრივაცია. ანუ დედასთან სიახლოვის ნადრევი და ხანგრძლივი გაწყვეტა. ხა ალბათ ყველა ვიცით, რამდენი ბავშვი იზრდება საქართველოში დედის გარეშე. ემიგრანტი დედების ფენომენი. ძალიან დიდი პროცენტი არის ემიგრანტი დედების. არა აქვს მნიშვნელობა, ხა ზოგი ძალიან მცირე ასაკშია, თითქოს არ განიცდის და ამჟამად ძალიან განიცდის. ზოგი პუბერტატულ ასაკშია, როდესაც ეს გარტატეხის ასაკი ქვია, ასე ვთქვათ, როდესაც და აი ეს ფაქტორები დედის ან თუ არ არის წასული, მუშაობს 24 საათი. არც ალიაშვილისთვის ზრდის ძიძა, ბებია ბაბუის ფენომენი კი კარგი იყო, მაგრამ ყოველთვის იყო კავშირი მშობელსა და შვილს შორის, ხო? დედა ეს განსაკუთრებული ფენომენია, ხო? დედასთან აქვს უშუალო ყველანაირი, ესე იგი ჩასახვიდან დაწყებული ესეთი სიმბიოზია, ხო? ამას მოწყვეტილია ბავშვი და ეს ძალიან ისახება დიდი ნეგატიური შედეგით ბავშვის ფსიქიკაზე განვითარების შემთხვევაში, ხო? შედეგი იყო კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, აი ბავშვები, რომლებიც ძირითად დროს არა დედასთან, არამედ მაგალითად ძიძასთან ატარებდნენ, რაღაცა დრო იყო დათვლილი, აღარ მახსოვს ხაზე პირად. იმაზე ნაკლებს თუ ატარებდა მშობელთან, გარკვეული ემოციური პრობლემები უჩნდებოდა ესეთ ბავშვს. უჩნდებათ. სიყვარულის დეფიციტი აქვს, ხა რაც არ უნდა კარგი ძიძა იყოს, ბავშვს ჩასახვის მომენტიდან ბმა აქვს, ფიზიოლოგიური, ემოციური, სრული ბმა აქვს დედის ორგანიზმთან თუნდაც, ხო? მას ესმის დედის განცდები, გრძნობს, ესმის, გრძნობის დონეზე, გინდაც მამის ურთიერთობა, გინდაც ოჯახის ურთიერთობა, ეს ყველაფერი ისახება მის განვითარებაში ჯერ კიდევ მოცლად ყოფნის პერიოდში. შემდეგ ძალიან დიდი პროცენტი მოდის ეს ხო დედის ნაკლებობა. ან თუ არის დედა და მამა შიდა კონფლიქტები, იმიტომ რომ ეს მშობლებიც არიან ასე ვთქვათ გარკვეულწილად დაზიანებულები ან ფსიქიკურად ეს ახალგაზრდა მშობლები არ არის რეალიზებული. აი ეს რაღაც დაუსაქმებელი, ფართოდ გავრცელებული ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით და ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც ეს კონფლიქტია, სულ დაძაბულობა, სულ ამას უყურებენ ეს ბავშვები და იზრდებიან ამ გარემოში და პირველ რიგში ზიანდება ისე ბავშვი. ეს მოზარდი პატარა, რომელიც ამ გაუთავებელ კონფლიქტურ გარემოშია. ხო, მშობლები ბოლო-ბოლო გაშორდებიან, ან არ გაშორდებიან და ასე აგრძელებენ და ის აუცილებლად ზიანდება. სხვადასხვა ერთხელ გზაში გამაჩერა ერთმა კაცმა, რომელიც აღმოჩნდა დირექტორი სკოლის და მთხოვა, რომ გამეშუქებინა რაღაცნაირად სკოლაში არსებული მდგომარეობა და მითხრა, რომ უმრავლესობა ხო გაშორებული არის უკვე. და ბავშვები ისე ნეგატიურად საუბრობენ მამებზეო, დედების ენით საუბრობენ მამებზე. ანუ ეს გავლენა, ეს იღებს იმის ლაპარაკს და იმეორებს და განწყობაში მოდის. ხო, უბრალოდ ვერ ხვდებითო, როგორი გაბოროტებული თავება მოდის. როგორი გაბოროტებული თავება მოდის. არის თუ არა ზოგადად ეს იმის პრობლემა, რომ უნდა რაღაცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული აღზრდის სტილი, როგორც ახლა ჩამოყალიბდა, არ ვარქ. ხო, ახლა ესე რომ ვთქვათ კატეგორიულად, რომ ეს არის მარტო ქართული აღზრდის სტილი, ხო? ხო, ჩვენი ვიდარდოთ, ხო, რა თქმა უნდა, დამახინჯდა. შეიცვალა და მიიღო რაღაც ცოტა მახინჯი ფორმები. ხო, მატერიალური უზრუნველყოფა შვილის არ არის შვილთან ურთიერთობის განსაზღვრელი. მატერიალური უზრუნველყოფა. ხო, აი ვთქვათ ემიგრანტი დედა, რომელიც ვთქვათ მატერიალურად უზრუნველყოფს ხო შვილს, სწავლას უფინანსებს, ჩაცმას უფინანსებს, გასეირნებას, მანქანას, ბინას, რაღაცებს, მაგრამ არ აქვს სიყვარული იმას. არ აქვს ეს განცდაში, რომ ეს დედა ყველაზე უახლოესი ადამიანი, ხო? პირველი ადამიანი ცხოვრებაში, ვისაც იცნობს ბავშვი.
და აი ესეთ გაუხეშებულ გარემოში ხდება მისი ჩამოყალიბება. ეს რა თქმა უნდა იწვევს ამ ნეგატიურ ფიქრებს, ნეგატიურ განწყობას, გუნება განწყობის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ამიტომაც ალბათ ხო ხა ძალიან ფართო შეხება არ მაქვს მე ახლა ამ სტუდენტურ ასაკთან და არ ვიცი ესე დაწვრილებით მათთან კონტაქტი ასე ამდენი ჭარბად არ მაქვს, მაგრამ ეს ვიცი რომ ძალიან ეს მართლა ტრენდული გახდა ის რომ მე რაღაცა მაწუხებს. მე რაღაც პრობლემა მაქვს. რეალურად ხო არ არის ეს სტატისტიკა ჩვენთან ეს რამდენად რეალურია ვთქვათ მარტო ეს ხო არ შეიძლება იყოს მარტო მოდური ამბავი ხო რეალურად არის იმიტომ ხა საქართველოში ეს სტატისტიკა სხვა შორის ჩატარებული აქ ერთი გაეროს UNICEF-ს ბავშვთა დაცვის ფონდს კვლევა საქართველოში აი სტატისტიკური მონაცემები არ აქვს ჩვენ დიდი აღრიცხვიანობა არ არის საქართველოსი და ჩატარებული აქვს ზუსტად ამ ასაკის 18-24 წლის სტუდენტებთან, ანუ ერთ კონკრეტულ ჯგუფთან ახალგაზრდების. და იქ არის აღნიშნული ყოველ მესამე სტუდენტი აღნიშნავს, რომ აქვს გარკვეული ფსიქიკური სიმპტომი ან პრობლემა. აღნიშნავს. ყოველი მესამე აღნიშნავს. ეხლა შემაფერხებელი ფაქტორებიც ბევრია, რომ ვთქვათ ძალიან ბევრი არ მიდის სამკურნალოდ. თulis რომ თვითონ უნდა გამოკლავდეს ამ ამბავს. არის რიგი ფაქტორები, რაც აბრკოლებს, ვთქვათ, რომ უნდადეს. დაბალი კულტურა ესე ვთქვათ. არა მარტო დაბალი კულტურა, არის ესეთი ფაქტორებიც, როგორც იმ კვლევაში წერია, რომ ვთქვათ, ფიქრობენ, რომ ეს მატერიალურად ცოტა რთული ამბავია და ხელმიუწვდომელია. ასევე არის უნდობლობა, ვთქვათ, ექიმების მიმართ ესეთიც არის ერიდებიან კონფიდენციალობის დარღვევას. აი მე მოიაზრება ეს ყველაფერი ხომ რაღაც ტერმინი სტიგმა რო ხომ არსებობს არა ფსიქიატრთან განსაკუთრებით. ბევრი მიდის ნევროლოგთან, რაღაც სხვა სპეციალობის ექიმებთან. შეიძლება იყოს გამოვლენილი დეპრესია ისეთ რომ სომატური ჩივილებით და დადიოდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმებთან და იქ იკვლევდნენ თქვათ იქ უფრო ნაკლებად ესირცხვილებად მისვლა. თუმცა ბოლო პერიოდში მაინც შევამჩნიე რომ ახალგაზრდებში აღარ არის ეს ისეთი განცდა აი ფსიქიატრთან წასვლა ნეგატიურთან აღარ არის დაკავშირებული. რაღაც არის ესეთი ტენდენცია. თუმცა ეს პრობლემატიკას არ ამცირებს ხო. შემდეგ არის ეს არ არის ეს რაღაცნაირად კავშირი რომ დადიხარ ექიმთან უფრო დონე დეპრესიის უფრო ნაკლები უნდა იყოს იდეაში. არ ყო შემთხვევაში უნდა გაუმჯობესდეს. ხო, მდგომარეობა უნდა გაგიუმჯობესდეს ხო სიმპტომების. რადგან დაიწყო სიარული და მაინც სტატისტიკა იზრდება ეს რა არის ნიშანი? არა გვაქვს ჩვენ სტატისტიკა, იზრდება, მცირდება, მართლა არა გვაქვს რა, კვლევები არ არის მაგ ხრივ და არ არის ზუსტი მონაცემები მაგის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ასე ნაცნობობით გადის ფონდს თქვათ აი თუნდაც მოვაჩემთან ახლა ვიღაც ახლობლის ხო არის ახება სტატისტიკაში რაღაც რჩევა სიტყვის სადღაც მე ან არ აკითხავენ ჩემით გამოვალ არის ესეთი ისენიც მოსაზრებები და იკარგება რა რეალურად არ ხდება ამ ყველაფრის აღნოსხვა და ის ამიტომ ზუსტი მონაცემები ნაკლებად გვაქვს საქართველოში თუმცა როგორც ყოველ სოფლიოში ტენდენცია ყველგან ერთია ხო ახლა ვერ ვიტყვით რომ ჩვენთან ახლა განსხვავებული იქნება მატება რა თქმა უნდა იქნება წინა წლებთან შედარებით ისედაც ჩანს თვალით ხო და ისე კონტროლული მომენტები რაც არის მაგალითად სოციალური ურთიერთობის რაღაცა ფორმები სხვადასხვა ესეთი საკითხები როგორიც მაგალითად არის როლ მოდელი რასაც ქვია მისაბაძე მოდელის არსებობის გაქრობა ესე ვთქვათ ან შეცვლა მნიშვნელოვნად ეს რამდენად დაკავშირებულია ეს ხა უფრო პიროვნულ განვითარებაზე უფრო მოქმედებს პიროვნულ ცვლილებებზე ხასიათობრივ ცვლილებებზე უფრო მეტად ვიდრე ხა დეპრესიას გამოწვევი მიზეზები აქვს თავისი და ვთქვათ ხა ლიდერის კი ფსიქოლოგიური ფაქტორებზე ვილაპარაკეთ ჩვენის დედის ამბავი იქნებოდა ოჯახის ამბავი ეს რა თქმა უნდა ეს სტრესული გარემო მოქმედებს ერთ-ერთი ძიმე ფაქტორი ცალსახად ვერ ვიტყვით მაგრამ ეს მოქმედებს გარდა ამისა არის ბიოლოგიური საწყისები ამ დეპრესიის განვითარების აი თვითონ თავის ტვინში მიმდინარე პროცესები ნეიროტრანსმიტერები ეს ბიოლოგიური სუბსტანცია რაც რისი დეფიციტიც გვაქვს ჩვენ
დეპრესიის მიმდინარეობის დროს, რასაც ქვია დეპრესია. ეს არის ხო, აი გაგვიგე სეროტონინის ნაკლები თითქოს ეს არის ხო სხვა ამინები არის დეპრესიის განვითარებაში კორტიზოლის ძალიან ნეგატიური გავლენა, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის აწეულია ეს აი ქრონიკული სტრესის პირობებში და დეპრესიის ერთ-ერთი ის არის მაჩვენებელი. ამის კონტროლი როგორ შეიძლება? მე ჩემ პირად იმასაც ვიტყვი, მეც არა ვარ ამ დაავადებისგან შორს, ანუ მქონია ეს დაავადება და პრინციპში ეს როგორც ვაკვირდები არის მაინც სეზონურისავით არის ხო? ეგ ერთ-ერთი სახეობა შეიძლება იყოს, არის ესეთი ფსიქიატრიაში არის სეზონური დეპრესიები, განსაკუთრებით და სეროტონინის დაცემა და ის ისახება და ანუ ეს ჰორმონალური დისბალანსი არის იგრძნობა. კი, ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ხო აი სამი ფაქტორიდან რო ვთქვით, ეს ბიო, ფსიქო და სოციალური ფაქტორების ერთობლიობით არის განპირობებული. ვერ ვიტყვით, რომ ეს უპირატესია, ეს ნაკლებია, ის უფრო წამყვანია, ეს ერთობლიობაში მოქმედებს. აი ამ სეზონურ დეპრესიებში ძალიან დიდი გავლენა აქვს დღის ხანგრძლივობას. დღის ხანგრძლივობას შემცირება დღის სინათლის იწვევს აი ამ ხო ამიტომ არის ხოლმე ჩრდილოეთის ქვეყნებში უფრო ხშირი სხვადასხვა ეს გავრცელებული არის ეს ჩრდილოეთის ქვეყნებში ხშირი ხო ეხლა არ გვილაპარაკია და არ შევხვევით ჩვენ სუიციდს სუიციდური აზრები კიდე ცალკე ისეთი ფენომენი დეპრესიის შემადგენელი ნაწილია ეს დეპრესიის და ესეც საკმაოდ ну აი მძიმე გამოხატული დეპრესიების დროს საკმაოდ ხშირია და აზრები, მცდელობები, ну ხარ არის აუცილებელი რომ დამთავრდეს ლეტალური გამოსავლით, მაგრამ მცდელობები, თვითდაზიანებები, ესენი ხშირია, ახლავს დეპრესიას. ესეც ერთ-ერთი ნიშნულოვანი და ესეთი ფაქტორია ზოგადად ქვეყნისთვისაც. სიკვდილიანობას ზრდის ეს ზოგად მაჩვენებას საკმაოდ იმიტომ რომ დიდი პროცენტი აი მაშინ რო თქვით ჩვენ 300 რაღაც 30 მილიონი დაახლოებით დეპრესიულიო იქიდან 700.000-დან 800.000-მდე ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს სუიციდით თვითმკვლელობით ხო საკმაოდ დიდი რიცხვია ეს და საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოში არ ვიცი ამ სტატისტიკა არსებობს არ ისე არ აქვს ვერ გეტყვით იმიტომ რომ არ არის ხო მაგრამ აი სუიციდს რაც შეეხება სუიციდის ნაწილს არის ესეთი მომენტი რომ ერთი არის ზოგადად ეს დეპრესიული ფონი და მეორე არის სოციალური ფონი, როდესაც შენ მუშაობ აბსოლუტ უაზრო სამსახურში და ვეღარ ხედავ მაგ შინაარს ვეღარ ხედავ, აზრი გეკარგება შენი ცხოვრების. ქრონიკული სტრესია. ეგ სტრესთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ქრონიკული სტრესია ეგ რომ შენ ან მოდი ესე განსაზღვროთ, რომელი იყო პირველადი, ჯერ დაიკარგა, ეხლა მაგას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ დეპრესიის ერთ-ერთი მახასიათებელია ინტერესების დაქვეითება, გაქრობა და აი იმ საქმიდან რაცაც აკეთებდი, სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომებია დეპრესიისთვის, რომ შევაფასოთ, რომ ეს დეპრესიულობა. ეხლა ამიტომ არ ვიცი, ეხლა პირველადი რომელია, ჯერ დაკარგა ინტერესი თუ ხო, ანუ ხო, თუმცა ეს მომენტი არის ქრონიკული, შეიძლება არ მოწოს, შეიძლება იქ არის სტრესული გარემო, აი ეხლა ტოქსიური გარემო რო ეძახიან. ეს ქრონიკული სტრესია, რომელიც თავისთავად იწვევს აი ამ ჩვენ ნეიროტრანსმიტერების და მთელი ამ სისტემების ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი, ამ ენდოკრინული სისტემის ქრონიკულ გააქტიურებას და ამ სტრესული ჰორმონების გამოყოფას, იგივე ეს კორტიზოლი და დეპრესიის განვითარებას, ეგეც ერთ-ერთი შეიძლება იყოს თუ არის ესეთი. შეიძლება იყოს მეორადი, იმიტომ რომ მას ადამიანს აქვს უკვე დეპრესია, სხვა ფაქტორებიდან და სხვა პერიოდიდან, მაშინ აღარ მოწონს ეს და ну აინტერესებს აღარ სიამოვნება აქვს და რა თქმა უნდა ჯაჭვი არის რომ იძულებულია იაროს იქ და კიდევ უფრო აღმავებს ამ თავის მდგომარეობას ხო? ერთ შეკითხვა მაქვს აი შესაძლებელია თუ არა ან სკოლებში ან სადღაც თუნდაც უნივერსიტეტში რაღაცნაირად სწავლება როგორ ესე იგი საკუთარ სტრესს როგორ უნდა გადალახვა, როგორ უნდა გავუკავო, იმიტომ რომ გამკლავების მექანიზმი ასე ვთქვათ. ვინ უნდა გასწავლოს სტრესთან ურთიერთობა, გასაგებია ცხოვრებად დრო გასწავლის რაღაც პერიოდის შემდეგ, მაგრამ
ვინ უნდა გასწავლოს სწორედ მასთან ურთიერთობა, ვინ უნდა იყოს ეს საზოგადოებაში ხო რაღაცნაირად თუ არა ეგ გამოწვევა ხო უნდა არსებობდეს ცოდნა რომელიც გადაგვეცემა ვისწავლით რაღაცა გავუმკლავდებით ამ ყოველდღიურობას ის და შეთაბეჭდილება რჩება რომ ჩვენი ახალგაზრდობა მოწყვლადია ამ ხრივ იმიტომ რომ არავინ არ ცდილობს რომ ასწავლოს ეს ხო აქ ეხლა რა პრობლემაა როგორც ვიცი სკოლებში ყავთ ფსიქოლოგები ხო ეს ერთი მომენტია ხო რეალურად პრობლემურ ბავშვებთან მუშაობენ ისინი ხო სადაც თქვათ რაღაც მაგრამ ეს ბავშვების სტადიაა ხო სკოლის სტადიაა და მათ კიდევ არის კიდევ სახელმწიფოს აქვს რაღაც დახმარების ცენტრების რეაბილიტაცია ესეთი და უფრო ასოციალური ქსელებისკენ მიდრეკილი ბავშვების ესეთი დახმარების ცენტრებიც არსებობს მაგრამ ჰარმონია ჭირდება ბავშვს პირველ რიგში ოჯახიდან დაწყებული სადაც უნდა გაიზარდოს სადაც უნდა შეიძინოს ეს გამკლავი სადაც უნდა გაძლიერდეს უნდა მივიდეს სკოლაში ან საბავშვო ბაღი ხო ჯერ სადაც სწავლობს სოციალურ კონტაქტებს თანატოლებთან ურთიერთობას აი თამაშს გარკვეულ წესებს ეს კომუნიკაციაში ხო ეხმარება რაღაც ზრდის პიროვნულად ხო მან უნდა გაითავისოს არა მარტო ჩემი არამედ ჩვენი ჩემი შენი იქ სწავლობს ამ ასაკში შემდეგ მიდის სკოლაში სადაც ასევე უნდა იყოს ჰარმონიული გარემო ხო სწავლაზე ორიენტირებული გარემო პედაგოგების შესაბამისი აი ეს სურვილი იმის რომ ისწავლოს ბავშვმა იმ სკოლაში და არა ვთქვათ ვერ აიტანოს და იქ გახდეს ნეგატიური პირიქით რაღაც კონფლიქტური გარემო შექმნას მის გარშემო და ან შეიქმნას მის გარშემო აი ეს ყველა ეტაპზე თავისი ის ჭირდება გარემო შესატყვისი რომ ბავშვი გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს აი რაღაცნაირად თავდაჯერებულად საკუთარ ძალებში რწმენა კონდეს, იცოდეს ფასი, ვთქვათ, სწავლის, კარგი ქცევის, საზოგადოებაში თავის დამკვიდრების პოზიტიური რაღაც ამბიციურობა არ არის კარგი, ხო, ეს, მაგრამ რაღაც წინსვლის და აი მის პერსპექტივას უნდა ხედავდეს და ოღონდ ეს ნორმალურ გარემოში ხა ეს გარემოც ხო კონკურენტულია იცის ყველა ადამიანმა ხო რომ ვთქვათ რაღაცით უნდა ჯობნიდეს ხვას ეს რაღაცა უნარებით რა თვითგანვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანი ხო თვითგანვითარებაზე რომ იგივე რასაც აირჩევს აი ეს ყველა ეტაპზე უნდა გქონდეს ეს რაღაცები რომ გამკლავების მექანიზმები გქონდეს ჩამოუყალიბდეს სწორი ასეულობათა სისტემა უნდა გქონდეს აი მაგალითად შემოვიყვანე ალბათ ხა თქვენ სასაკშის და ჩემ ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში სოციალურად არ მიიჩნეოდა ეს მიუღებლად მაგალითად მასწავლებელი ფიზიკურად რო ეხებოდა ბავშვს მაშინ არ მიიჩნეოდა ეს და რო აკვირდები კი ეგ იდეაში უნდა იყოს ეს რაღაცნაირად აკრძალული მაგრამ რო აკვირდები და რო ვადარებთ იქ სადაც მიიჩნეოდა ანუ ახალთაობაში უფრო მოწყვლადები გახდნენ არის თუ არა ეს რომ ზედმეტი ეს მოწყვლადობა ზედმეტი ეს ის რაღაცნაირად გადაყოლა ბავშვზე ხო ქმნის პირიქით უფრო მოწყვლად ადამიანს ქმნის რომელსაც უკვე აღარ შეუულია რაღაცა პატარა ტკივილი სატანაც კი იმიტომ რომ რეალურად ხო ეს ის არის რომ რაღაცნაირად ადამიანს უნდა გქონდეს უნარი ტკივილთან ურთიერთობისაც მარტო ის არ არის ხო კი რა თქმა უნდა ცხოვრება არის ტკივილი გადალახვა რაც ზრდაში უნდა პირველ ზრდაში უნდა გამოიხატოს შემდეგ კი თითქოს მე ხარ სკოლაში 6 წელი მიმუშავია და თითქოს ვაუქმებთ ამას რჩება რეალურად, მაგრამ ვაუქმებთ, ეგ ეს არასდროს არ უნდა მოხდეს, არ წაიქცეს ბავშვი, აი დაახლოებით ეს ფენომენი, რომ არ წაიქცეს ბავშვი. არა და პირიქით მე ეგრე მგონია, რომ პირიქით უნდა იყოს, რომ ეს თავისთავად უნდა გამოცადოს და უნდა ისწავლოს, როგორ უნდა მართოს საკუთარი ტკივილი მათ შორის. ანუ არავინ არ ასწავლის ადამიანს, როგორ უნდა მართოს საკუთარი ტკივილი. კი ბატონო, გეთანხმებით მაგაში, რომ ხო ბავშვი ხელშეუხებელია, ხო, ხა იქ ნუ გადავლენ იაპონიაში, იქ აქ რამდენიმე წელი მხოლოდ ბავშვს ეგეთი რო არის ხელშეუხებელი, თორე შემდეგ საკმაოდ კაცი სისტემაში ექცევა და სწავლობს იმას, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. ბავშვმა უნდა იცოდეს რა შეიძლება და რა არ შეიძლება. მეტად უკვე სკოლის ასაკში ეს უნდა იცოდეს, ხო. რო ის ხა
გაკვეთილებზე სირბილი რო არ შეიძლება ეს უნდა იცოდეს იმან ხო ხა თუ ოჯახიდან ძალიან რთულია თუ მოდის ოჯახიდან ეგეთი ბავშვი რომელმაც ეს ელემენტარული წესები არ იცის ხო რომ აი მე ჩადო ძველი ფსიქოლოგები ამბობდნენ რომ 5 წლამდე რასაც ჩადე ბავშვი რეალურად ის ხდება მე დიდობაში ანუ რა მნიშვნელოვანი პერიოდია ეს ემოციურად ყველანაირად რომ აი ეს 5 წელიწადში რასაც ჩადებ რაც გაიზრდება 5 წლამდე და როგორიც ჩამოყალიბდება ბავშვიო მე ფაქტობრივად იგივე საგრძელებს დიდობაშიო რა ძალიან ეს იმას ნიშნავს რომ 5 წლამდე შეიძლება ჩამოყალიბდეს დეპრესიის ნიშნები ბავშვი არა ეხლა ჩვენ ხო მარტო დეპრესიაზე არ ვლაპარაკობთ მე ვიძახი პიროვნულ გაზრდაზე და რა დეპრესია ხა ეს არის აშლილობა რომელიც ოღონდ მოდი ესე ხო ძალიან რო არ მაყურებელიც რომ დეპრესია არის ფსიქიკური აშლილობა რომელიც ძალიან ჯანმრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს ძალიან გაწონასწორებულსაც ჩვენი განვითარებულ ანუ ეს არის აშლილობა როგორც ყველა შეიძლება შემთხვევით ცხოვრებაში და არავინ არ არის დაზღვეული მაგისგან არის ესეთი მოსაზრება რომ ალბათ არ არის ადამიანი რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გადაუტანია გარკვეული დეპრესიული ეპიზოდი ალბათ ესეც არის მე მაგალითად მახსოვს რომ გადამიტანია ეგეთი ეპიზოდი ხო გადამიტანია სრულიად ხო არა რეალურად ვიცი მიზეზიც და ყველაფერიც მაგრამ ნუ შემიდარებია სხვა სტრესებთან ესე გაცილებით უფრო მძიმე სტრესი ყოფილა მაგრამ მაშინ არ განვითარებულა ეს დეპრესია და აი შედარებით ისეთი რომელიც თითქოს და ეს არ უნდა იყოს წყარო მაგრამ აი ანუ ამ ფაქტორებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ახლა არის მოწყვლადობა გენეტიკური ეგეც არის კი ეს ვერ გავექცევით მაგას წინასწარ-განწყობები და განსაკუთრებით აფექტურ აშლილობებში არის ეს წინასწარ-განწყობა და გენეტიკური თუმცა ხელსაყრელ და კარგ პირობებში შეიძლება არც გამოვლინდეს არასდროს და შეიძლება უფრო ნაკლები მოწყვლადობის ადამიანში შენივრად გაიფურჩქნოს დეპრესია კი ეს რაღაც რიგი ფაქტორები გააჩნია ხაი მარტივად სტრესები და ქრონიკული სტრესები ძალიან უფრო კარგი თვალსაჩინო მაგალითი ახლა ჩვენ არ ვილაპარაკოთ იმ ენდოგენურ დეპრესიებზე რომელიც ახლა მართლა აი მიზეზიც არა აქვს რეალურად როდის იწყება რატო იწყება და როგორ ვითარდება ბოლომდე არ არის დღესდღეობით ახლა ის ჩვენ ვილაპარაკეთ რაღაც ფაქტორზე მაგრამ ბოლომდე ახსნილი არ არის და აი სტრესული დეპრესიები ხო ძალიან სტრესთან დაკავშირებული ეს აშლილობები საკმაოდ ბევრი გვაქვს და ხშირად ვითარდება ეს დეპრესია რომელიღაც აი სტრესული გაგუგია ალბათ ყოველას ხო წავე სტრესული აშლილობა მაგრამ მასთან ერთად იმას კიდე სხვა სიმპტომები აქვს მაგრამ შეიძლება ახლდეს ეს დეპრესიული მდგომარეობის განვითარება ძალიან თავისუფლად და ხშირად კომორბიდობს ამ ძირითად დაავადებასთან ერთად ანუ ეს არის აშლილობა რომელიც შეიძლება ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს მოულოდნელად სრულიად ის ან მიდიოდეს ქრონიკულად რაღაც გარემო ყველა ერთობლივი ფაქტორების კონკრეტული ზემოქმედ აი მომენტის გათვალისწინებით ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ხა აი ეს შეკითხვა მაქვს თუ ვიცი რომ მე მაგალითად გენეტიკურად მაქვს ეს თქონდათ ჩემ წინაპრებს რაღაცნაირად თქონდათ ეს რა სტრატეგიები არსებობს მაგალითად რომ მე ეს არ განმივითარდეს არსებობს თუ არა რაღაც სტრატეგიები რომელიც მე დამეხმარება რომ გენეტიკის მიუხედავად მე რაღაც გადავრჩე მაგას ხო ნუ ახლა ეს 100%-იანი გარანტიები არაფერს არ არის რა თქმა უნდა არც სრულიად ჯანმრთელ შემთხვევაში და არც დატვირთულ ანამნეზში არაფრის გარანტია არ არის 100%-იანი მაგრამ როდესაც რაც მეტი გაცნობიერება ხდება პრობლემის ზოგადად ადამიანს შიგნით პიროვნულად მით მეტად დაცულია ეს რაც მეტად იცის საკუთარი თავი რაც მეტად სიღრმეში ასე იქექება და მისთვის ეს არაცნობიერი ხდება ცნობიერი, მით უფრო დაცულია ადამიანი. ნუ ხა შეიძლება მიმართოს ადამიანმა სპეციალისტ ის თქვათ დააკვირდეს რაღაც სიმპტომებს, ოღონდ არ უნდა იყოს ეს შიშით და შფოთვით და ეს შეფასება საკუთარი მუდმივი კონტროლი რაღაცებზე, რომ არ გამოგვეპაროს თქვათ რაღაც სიმპტომი. ხა ერთდღიანი და ორდღიანი უგუნებობები და თქვა ცუთხასიათზე დგომა და თუნდაც ლოგინში ჩაწოლა არ ითვლება დეპრესიად, ეს არ არის დეპრესია, ეს ყველას გვახასიათებს, ხა ჩვენი ერთ დღეს შეიძლება სულ არ იყოს სამსახურის ხასიათზე, ეგეც ხდება, ხო?
დეპრესია გაგრძობითი რაც არის და გაგრძობითი ახლა დეპრესიის კრიტერიუმებში ეს სიმპტომები რაც არის ჩამოთვლილი ერთ-ერთ კრიტერიუმად არის მიჩნეული რომ სულ მცირე 2 კვირა მაინც უნდა გრძელდებოდეს ეს აი თქვა 9 სიმპტომიდან 5 სულ მცირე 2 კვირა ხო თუ მეტი არა და ამიტომ ახლა ესე რომ თქვა მე დღეს ვარ ცუთხასიათზე და არ დამელაპარაკოთ რა დღეს არ მინდა რაღაცა ისევა ეგარა დეპრესია ეს არ არის ხო ეს არ არის ახლა ვერ ვიტყვი თუ დეპრესია არიან ადამიანები ახლა ყველაფერზე აი ესეთი ზოდა ციკლოთიმიურები ხანა აქვთ ერთ დღეს კარგი ხასიათის შედარებით მაგრამ არ იღებს ეს კლინიკურად მნიშვნელოვან სახეს ან არ უშლის ადამიანს არც ადაპტაციაში არც ურთიერთობებში და ამიტომ ამას ახლა აშლილობებად ვერ გავიხილავთ და არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული რა ვეძებოთ მაინდა-მაინც ავად ხო არ არის ხო არ არის ესე ცოტა ისე უნდა შეხედო ცუდი ხასიათი არ ნიშნავს ავტომატურად არა ცუდი ხასიათი აბსოლუტურად არ ნიშნავს დეპრესიას რა თქმა უნდა ეგ პიროვნული და ხასიათობრივი თვისებები შეიძლება იყოს და სულად სხვა რაღაცა იყოს და არა დეპრესია ხო ამიტომ ხა თუ ეჭვგიჩდება და რაღაც გვაქვს ალბათ ჯობია რომ მიმართოთ სპეციალისტს ხო არის ფსიქოთერაპიებიც რომელიც ასევე გაძლიერებას ემსახურება ხო ფსიქოთერაპიის არსი ეგ არის რომ საკუთარი ინდივიდუალური რესურსების გაძლიერება უნდა მოყვეს ამას თქვათ ადამიანის ვინც თავს გრძნობს ცუდად ახლა ეს ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგია ძალიან კარგია ხშირ შემთხვევაში ახლა თუ არ არის მაინდა-მაინც მედიკამენტს პირველ რიგში და ეს არ არის აუცილებელი ძალიან საინტერესო მე ძალიან ადრე განსაკუთრებით ძალიან მიყვარდა ანთროპოლოგების ესე იგი ჩანაწერები და კვლევები და იქ ადგილობრივ ტომებთან ურთიერთობების დროს იქ არსებობდა მთელი რიგი ესე თქვა სპირიტუალური რაღაცა ხერხები რომელიც ადამიანებს ეხმარებოდნენ აი დეპრესიულ მდგომარეობიდან გამოსვლაში და არსებობდა ესეთი ურთიერთობები რომელიც დაკავშირებული იყო რაღაცნაირად ნუ ზოგ შემთხვევაში კი ცუდი ფორმები ქონდა ნარკოტიკული თრობის ფორმებიც ქონდა მაგრამ ზოგ შემთხვევაში იყო ეს განმარტოების საკითხი ხო ზოგ შემთხვევაში იყო სხვა რიტუალური საკითხები არის რომელიც ადამიანებს ეხმარებოდნენ ამ საკუთარ თავის შესწავლაში ეს ერთი და მეორე კიდე საკუთარი რაღაცა ესე იგი ემოციური მდგომარეობის შესწავლაში თანამედროვე სამყაროში ჩვენ ისეთ სისტემაში ვცხოვრობთ რომ თითქოს აი ეს სფერო რაღაცნაირად სულიერების სფეროს რასაც უწოდებთ თითქოს რაღაცნაირად ეს კარი დაკეტილია დაიკარგა თითქოს კი ნუ ეკლესიაში შევდივართ ვიცით რომ იქ რაღაცა რიტუალში უნდა მივიღოთ მონაწილეობა მაგრამ რაღაცა ცოცხალი ურთიერთობა თითქოს ხო არ ხდება ეს ხო უმეტესობას მაინც ეკლესიურობა მიაჩნია რომ აი რიტუალური მხარე დაუტოვეს მაგრამ ხო რიტუალურად თუ ვასრულებ ყველაფერს ნუ ესე იგი დიწმენაში ვარ ხო ესე სიღრმისეული გააზრება ნაკლებად არ ხდება თუნდაც აკითხვა იმ ციკლების ეხა მეც ვერ დავდებ თავს და რაღაცა მაგრამ თქვა აი რამდენად ხმათ იცის ახარება თქვა ადამიანმა ხო ზაუკითხავს კი საერთოდ ზოგადად გავაზრებია ყავს შეუძლია თუ არა თანამედროვე ადამიანს ამის შეკითხვა რაღაცნაირად სულიერი რაღაც განზომილება კონდეს თანამედროვე ამ ცხოვრების რიტმში აქვს თუ არა ამის რესურსი ალბათ აქვს როგორ არ აქვს თუ რაღაცნაირად უნდა არსებობდეს ადგილები რომელიც ამ ცივილიზაციურ რაღაც იმას მოწყდები რაღაც პერიოდი მაინც რაღაც პერიოდი ნუ ხა არსებობს დასვენება მისთვის კარგი სიტყვაა ხო აი მაშინ სადაც გინდა შეგიძლია თქვა ეს მოწყდე რაღაცებს დასვენება იმიტომ არის ხო აი რომ რაღაცა სხვა შეცვალო გარემო ხო მიიღო რაღაცა კიდე სხვა ფენომენია არა ის უხეშად ვამბობ ხო ეს პერიოდი ხო გვაქვს ყველას ხო აი ჩვენ შეგვიძლია სადაც გინდა იქ წავიდეთ ხო გინდა განმარტოვება და ეს ძალას მოგცემს და უკეთესი იქნება როგორ ფიქრობ თქვენ მეგაჩნიათ თუ ადამიანს აქვს იმის უნარი რომ თავისით მივიდეს ეს არის ეგ შეუულია თავისით უნდა მივიდეს თქვა ეხა თუ რწმენაზეა ლაპარაკი ხო სხვანაირად ვერ მივა თავისით უნდა მივიდეს ძალით ვინ მიიყვანს მეორე ადამიანი სხვა და ავტორიტეტი ნუ ავტორიტეტი მეგობარი
არ ვიცი, თუნდაც მეგობრებო. ხო, შეიძლება ხა ეგ რატომაც არა. იმის თქმა მინდა ჩვენ საზოგადოებაში ავტორიტეტი გამქრალია და მაგიტომ ეგ არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში, საერთოდ დღეს გლობალურად ეგრე, აბა ავტორიტეტი სადღარიან, ეხა ვითხარით. ვინ არიან? ვინ არიან? აბა ვითხარით. კრიზისია როგორ? ეს ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ორიენტირება ვეღარ ხდება ვერაფერზე. და მაგიტომაც არის რომ გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. კი ბატონო, ხმისაბაძე, ეგეც ხომ არის, თქვა ბავშვის გაზრდის პერიოდში, ხო, რაღაც ავტორიტეტები ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ებაძება, ხო, ბავშვი. ჯერ არის მშობელი, დედა, მამა, მე არის გარკვეული ეტაპი, რომ ეს უნდა დაამსხვრიოს, თქვა რაღაც სხვა, ხო, უნდა გათავისუფლდეს, თქვა ეს რა არ გადავიდეს რაღაც პათოლოგიურ მიჯაჭვულობაში. მე ეს რაღაცნაირად ცხრება ხდება, მე ისევ ხელახლა შეგროვ, მაგრამ უნდა იყოს, ხო, რა უნდა, საით უნდა, იმით ინტერესი. ნუ ახლა არიან ადამიანები, რომლებიც ასე ცხოვრობენ. მე მგონია რომ არიან. როგორ არ არიან? ახერხებენ, კი. ახლა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს არ კონდეს საერთოდ მაშინ რაღაცა ერთი მართლა ის იქნება რაღაცნაირად დაცლილი და რაღაცა უსულო არსებების ერთობლიობა საზოგადოება, ხო? რაღაცნაირად შევაჯამოთ. როგორ შეიძლება აი დეპრესიასთან გაურკვეველი ადამიანისთვის, რომელიც უკვე არ ვიცი სტრესის გამო თუ სხვა რაღაც მიზეზების გამო უკვე ცხოვრობს დეპრესიაში, ესეთი ბევრია, ან ადამიანმა რომელმაც ეხლა ხას აღმოაჩინა, აი თინეიჯერია, აქვს ეს დეპრესიული მომენტები. და რო აღარ გააგრძელოს ესე ვთქვათ, იგივე ცხოვრებით ცხოვრება და რაღაცნაირად პოზიტიურად რო შეიწოს. რა უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა? ნუ, მე ყველას ურჩევდი, რომ მიაკითხო სპეციალისტს მაინც. შესაბამის სპეციალისტი, იმიტომ რომ ეს არის აშლილობა, დეპრესია თუ არის, ეს არის აშლილობა. ხა მარტივი და პრაქტიკული რჩევა, რომ თქვათ ოჯახის ექიმთანაც შეიძლება მისვლა, ძალიან მარტივი, თქვათ ტესტებით ხდება, რომ შეფასება პირველადი და თქვათ არის თუ არა რაიმე საგანგაშო. თუ არა ოჯახის ექიმიც მოერევა მაგას, რომ არ არის ეგ პრობლემა. თუ არა თუ თქვათ ფასდება ეს აუცილებლად ურჩიო რომ მივიდნენ სპეციალისტთან. იმიტომ რომ მარტო გამკლავება ეს არ არის უგუნებობა კიდევ ამბობ. რომ უგუნებობა დღევანდელი, როცა წავალ მე მეგობრებთან ერთად გავერთობი რაღაცა წვეულებაზე წავალ შეიძლება რაღაც დავლი 1-2 ჭიქა კიდევაც და რაღაცა და ხვალ მე შენიერ ხასიათზე გავიხვეწებ. ეს არ არის უგუნებობა. თუ ეს სიმძიმე, აი კიდევ რო ვთქვათ ეს რამდენიმე სიმპტომი რომ იცოდნენ ადამიანებმა რომ გუნება განწყობის დაქვეითება, ინტერესების დაქვეითება, სიამოვნების უნარის დაქვეითება, ძილის პრობლემები, ანუ ძილობან ზედმეტი იშვიათ შემთხვევაში არის ზედმეტი ძილი, წონის დაკლება, ან ასევე იშვიათ შემთხვევაში ზედმეტი მომატება, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითება, თვითბრალეულობა, საკუთარი თავის მიმართ რომ მე ცუდი ვარ, ადვილი დაღლილობა და ეს რიგი სიმპტომები გრძელდება რაღაც პერიოდი, ჯობს რომ მიაკითხონ სპეციალისტს. შეიძლება სრულიად მარტივი დახმარებით, აი საუბრითაც კი რაღაცით შვება იგრძნოს და მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ადამიანმა. ამიტომ ნუ მოვერიდებით ამას. არ არის ძვირადღირებული დარგი ფსიქიატრია, აი რაც კვლევიდან გამომდინარე იყო, ნამდვილად არ არის ძვირადღირებული დარგი. და არც კონფიდენციალობაც ძალიან კარგად არის დაცული და არც სამარცხვინო არ არის პირიქით. მე მგონი დღევანდელ სამყაროში ეს რაღაც ესეთი ისიც არის, რომ გამბედავი ვარ და მიდივარ ფსიქიატრთან. აი ესე. ხო, არა, ეპიდემიას მხოლოდ მოვერევით გარკვეულწილად ცოდნით, სწორი და სწორი მიდგომები. კი, და ნუ ეს ხა სპეციალისტის პრეროგატივაა, რომ დაანახოს ეს, ხო? სირთულეები რა არის და გაარკვიოს კიდევაც საკუთარ თავში. მადლობა ქალბატონო ხათუნა, საინტერესო იყო ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, იმიტომ რომ თუ როგორც გითხარით, ყოველი მეორე თუ არა მესამე სტუდენტი მაინც ამბობს ჩემთან ლაპარაკს. კვლევითაც გამოვიდა, ხო? აქვს დეპრესია, რაღაც დეპრესიას გაიცნობს. დაწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ვიდეო. და აუცილებლად გიპასუხებთ, აუცილებლად გამართოთ ამაზე დისკუსია და
გარკვეულწილად ეს პრობლემა არის ის პრობლემა, რომელზეც ლაპარაკია საჭირო. ლაპარაკია საჭირო, ცოდნის გაზიარებაა საჭირო და სწორი მიდგომებია საჭირო. ამისთვის კიდე გააზიარეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, მოვა შეხვედრამდე.